უწყვეტი საპროტესტო აქციების ფონზე ქართული ოცნება დემონსტრანტების წინააღმდეგ არსებულ კანონმდებლობას კიდევ უფრო ამკაცრებს. ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსში შევა, რომლის თანახმადაც სახის ნიღბით დაფარვის, ასევე გზის გადაკეტვის პირველივე შემთხვევა ადმინისტრაციულ პატიმრობას გამოიწვევს. ასევე აქციებზე დადგენილი წესების დარღვევა ახლა უკვე სისხლის სამართლის წესითაც გახდება დასჯადი და გათვალისწინებული იქნება 1 ან 2 წლამდე პატიმრობა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ინიციატივას მშვიდობიანი პროტესტის აკრძალვის მცდელობა დაფასებს და აცხადებს, რომ ქართული ოცნება ყველას ერთსა და იმავე მუქარას უგზავნის. თუ ხმას ამოიღებ, დაგაპატიმრებ. ერთობლივ მიმართვაში ორგანიზაციები ხაზს უსვამენ, რომ ინიციატივა შეეხება არა მხოლოდ პოლიტიკურად აქტიურ ჯგუფებს, არამედ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც საჯაროდ მოითხოვს სამართლიანობას, გააპროტესტებს უკანონო დაკავებას ან უსამართლო განაჩენს. ამ ცვლილებებით ხელისუფლება ცდილობს აკრძალოს პროტესტის ნებისმიერი ფორმა. ინიცირებული რეგულაციები ქმნის ისეთ სამართლებრივ რეალობას, სადაც მოქალაქე შეიძლება სისხლის სამართლის წესით დაისაჯოს მხოლოდ იმიტომ, რომ მან ხმა ამოიღო. ასეთი კანონმდებლობა უცხოა დემოკრატიული სამყაროსთვის და პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციასთან. ეს ინიციატივა არ ეხება მხოლოდ პოლიტიკურად აქტიურ ჯგუფებს. ის შეეხება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც საჯაროდ მოითხოვს სამართლიანობას, აღშფოთდება კორუფციით, გააპროტესტებს უკანონო დაკავებას ან უსამართლო განაჩენს, მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურასა თუ შემწეობის სიმცირეს, შეეცდება დაიცვას ქალები ან ბავშვები ძალადობისაგან, ხმას აიმაღლებს გარემოს დასაცავად და ასე შემდეგ. ხელისუფლება ცვლილებებით ყველას უგზავნის ერთსა და იმავე მუქარას. თუ ხმას ამოიღებ, დაგაპატიმრებ. ჩვენ ვაფასებთ ამ ცვლილებებს როგორც მშვიდობიანი პროტესტის აკრძალვის მცდელობას და კიდევ ერთ საფეხურად დემოკრატიული ინსტიტუტების დემონტაჟის პროცესში. გამკაცრებული ცვლილებები ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მირაკლი კირცხალიამ გუშინ წარადგინა. ოცნების პარლამენტში ინიცირებული დაჩქარებული პროექტით შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვის, ცრომსადენი ან მომწავლელი ნივთიერების ქონის, გზის გადაკეტვის ან დროებითი კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო ორგანიზატორის შემთხვევაში ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით. იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეობა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება, პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით. ასევე 60 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება იმ ადამიანს, რომელიც შეკრებისას იქონიებს იარაღს, პიროტექნიკას ან ისეთ საგანს, რომელიც გამოიყენება სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მისაყენებლად. ამგვარი აკრძალული ქმედებების განმეორებით ჩადენა კი გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას 1 წლამდე ვადით, ხოლო მესამე და ყოველი შემდეგი იგივე კანონსაწინააღმდეგო ქმედება გამოიწვევს 2 წლამდე ვადით პასუხისგებაში მიცემას. დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებს დღეს ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა და თქვა, რომ არსებული კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფდა პრევენციას, რაც პოლიტიკის გამკაცრების მიზეზი გახდა. ეხლა რომ ხედავთ ფეხები გაფარჩხული რომ კეტავენ გზას, იმიტომ რომ არ ყოფილით ადამიანები, 20 ადამიანი ვერ იძალადებს 1,5 მილიონიან ქალაქზე. ხედავთ რომ ვერ ეტევიან, ფოტოები იყო მათ შორის თქვენთან გავრცელებული, რომ ჯაჭვსაც ვერ კრავენ და ცდილობენ რაც შეიძლება გაიწელონ რომ გადაკეტონ გზა. კიდევ ერთხელ საკითხი მარტივია. უნდა ვინმეს პროტესტის გამოხატვა, კი ბატონო გამოხატოს. კანონში წერია, რომ 20 ადამიანს უფლება აქვს გადაკეტოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა. წერია, რომ არა, აკრძალულია. რეაქცია, სანქცია უნდა იყოს ისეთი, რომელიც უზრუნველყოფს ადმინისტრაციული გადასტომის თუ დანაშაულის პრევენციას. ჩვენ ვხედავთ, რომ არსებული კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფდა პრევენციას, ამიტომაც არის ეს გადაწყვეტილება მიღებული პარლამენტის მხრიდან, რომ გამკაცდეს ამ მხრივ პოლიტიკა. სისხლის სამართლის კოდექსს ასევე ემატება ახალი მუხლი, რომლითაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ პირს, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელს მესამედ მიაყენებს შეურაცხყოფას ან არ დაემორჩილება მის კანონიერ განკარგულებას. დაანონსებული ცვლილებების თანახმად ამ პირს შეეფარდება თავისუფლების აღკვეთა 1 წლამდე, ხოლო რეციდივის შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთა 2 წლამდე ვადით. ამასთანავე არ იქნება გამოყენებული სხვა სახის სასჯელი.